ზესტაფონობს არ უნდა საუბარი მეგობრობის, მასპინძლობის შეუცვლელი ქალაქი. ეს ზესტაფონია. ოფიციალურად 99 წლის ქალაქი, რომელიც საქართველოს 55 ქალაქიდან მე-11 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით, ჯამში 20,000 ადამიანით. ქალაქის ინფრასტრუქტურა დროთა განმავლობაში ლამაზდება, შენდება ახალი ობიექტები, ბინები. ის როგორც ცოცხალი ორგანიზმი განაგრძობს არსებობას და განვითარებას. ქალაქის პირველი მაცოცხლებლები ხომ ახალგაზრდები არიან, რომლებსაც სჭირდებათ სიახლეები, ინოვაციები, მეტი განვითარება და აქტიური მოქალაქედ ჩამოყალიბება. ქალაქში, ისევე როგორც მის 6 მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებისთვის სპორტსკოლების გარდა არ არსებობს სხვა ინფრასტრუქტურა, სადაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ კომფორტულ გარემოში შეხვედრას, კონფერენციების, პრეზენტაციების, ახალი პროექტებისა თუ სხვა აქტივობების ორგანიზება ჩატარებას. სწორედ ამიტომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი ახალგაზრდული ჰაბის მშენებლობა, რომელიც სექტემბერში დასრულდება. რაც არ უნდა ბევრი მოკეჩვენოთ, ზესტაფონის 2 კილომეტრამდე გადაჭიმული ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ტერიტორიაზე 10 სკვერია. აქედან 2 მათგანი ისტორიული და დიდი კულტურის მატარებელია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა იმჯელა და სხვა რომ ვერაფერი 2 ისტორიული პარკიდან ერთ-ერთი, აი ესა არჩია. აქ 2010 წელს 9 აპრილის სახელობის ბაღი გაიხსნა. ის მიეძღვნა ექიმ კარდიოლოგის გია აბესაძის თავის დაწვას რუსთაველზე 1991 წლის სამოქალაქო დაპირისპირების დროს. თუ ქართველთა შერიგებას და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, და ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას ბოლო. მანამდე ბევრად ადრე ქალაქის ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა ისტორიული პანორამა სხვადასხვა სიმბოლოებით. თუ რა გზა განლო საქართველოს მუხსოვარი დროიდან დღემდე და როგორ შეიქმნა ზესტაფონი. მედია და არგონავტები, ისტორია კოლხეთზე. წმინდა ნინო, ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში. დავით აღმაშენებელი, საქართველოს გაერთიანება. ქართული ვაზის ისტორია, ფეროს შენადნობთა ქარხნის შექმნა. დღეს ეს ისტორიული პანორამა სწორედ იქ ჩერდება, სადაც ზესტაფონის ისტორია იკითხებოდა. მისი ადგილი ახალგაზრდულმა ჰაბმა ჩაანაცვლა. რა ნიშნით შეირჩა ეს ადგილი, როდესაც საკრებულომ პროექტის სამშენებლოდ ქალაქის მრავალ აუთვისებელ ტერიტორიებს შორის ერთ-ერთი სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაში არჩია. პროექტის განხორციელებამდე არ ყოფილა განხილვები არც მოსახლეობასთან და მათ შორის არც იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც მომავალში ამ სიკეთით უნდა ისარგებლონ. მომავალში იქნებ ახალგაზრდულმა ჰაბმა უფრო დიდი გავლენა და განვითარება მოუტანოს ქალაქს, ვიდრე ისტორიული ძეგლის შენახვამ, მოვლამ, პატრონობამ და მათმა პოპულარიზებამ. პროგრესმა ისტორიული წარსულის გადაფარვა არ უნდა მოახდინოს. ისევე როგორც წარსულის მემკვიდრეობამ განვითარება არ შეაფერხოს. ახალგაზრდების ზრდა განვითარება უნდა ხდებოდეს მათი ისტორიისა და კულტურის გაცნობის პარალელურად, ჰარმონიულად, რაც მომავალში უფრო ძლიერ, ისტორიულ ფესვებზე ჩამოყალიბებულ პროგრესულ თაობად გარდაიქმნება. გაუფრთხილდი შენს ისტორიას. ზესტაფონო, შენს ქებაში ქვეყნად მარტო როდი ვარ, მიდი მოდი, ბოშო მოვდივარ.